კარიერის დასაწყისში კოლეგისგან ცინიკური დამოკიდებულება გიგრძნია? ნიკა, იცი რა იყო? მახსოვს ესეთი მომენტი, რომ მე და რატი როდესაც მივდიოდით იურმალის კასტინგზე. ნუ მაშინ არ ვიყავით იმდენად ცნობადი სახეები, მხოლოდ და მხოლოდ იმედის ტალღაში მივიღეთ მონაწილეობა და ინდივიდუალურად როგორც მომღერლებმა გავიმარჯვეთ და ამის შემდეგ შედგა დუეტი და იდეა, რომ დუეტი წასულიყო იურმალის კასტინგზე. და სხვათა შორის იყო რაღაც ხმები, ჩვენ მოვდიოდ და ხმები, რომ მე ამათ არავინ არ იცნობს, მათმა რა უნდა გააკეთონ. ანუ არ ქონდათ იმედი, რომ ნუ რამოდენიმე ადამიანს გულისხმობ, რა თქმა უნდა. მომღერლები იყვნენ ეს ადამიანები? მომღერლები არ იყვნენ, მაგრამ შოუ ბიზნესის წევრები. წევრები იყვნენ და ეს, ნუ რა თქმა უნდა, ხა არ დავასახელებ სახელს და გვარს, იმიტომ რომ შეიძლება ეს ბუნებრივიც იყო, მაგრამ ამას რა თქმა უნდა არ დაუთრგუნივართ ჩვენ და დრო გავიდა ამ ადამიანებს უთხარი რამე? რო იცოდი ეს ამბავი. დღეს როგორი ურთიერთობა აქვს მათ? გადასარევი კარგი. მიზან მიმართულად კოლეგას შენთვის ხელი შეშლა უცდია? ეს მომენტიც იყო კი. პასუხი არ გაეცია? არა, არ გამიცია, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც დააკლდა ჩვენს მომავალს ამით. იმ ადამიანმა თავისი გააკეთა. კი, ნუ გამოვიდა ესე, გამიზნულად. დღეს მოქმედი მომღერალია? კი. უფრო წარმატებული ვიდრე დუეტი ჯორჯია? მას ვერ ვიტყვი ახლა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა თავისი სახელი აქვს და თავისი სიყვარულით და სარგებლობს მაყურებლის თვალში. და არასოდეს არ ცდილობ ხოლმე რომ პასუხი გასცე საკუთარ? არა, არ მიყვარს პასუხის გაცემა და ვთვლი რომ შეიძლება ეს ცუდიც არის. მაგრამ ბავშვობიდან ეს თვისება მაქვს, რომ არასდროს პასუხს არ ვთხოვ, ასე ვთქვათ. და არ მიყვარს საქმეების გარჩევა და იმიტომ რომ როდესაც ვიცი რომ რაღაცას არ ეშველება და ეს უკვე წარსულში დარჩა, იმის ამოქეკვა და რაღაც იმაში ძიები, იმ პრობლემაში ძიeb, წარსულში ძიება მოკლედ მე არაფერს არ მომიტანს და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ არ ვარ გულღვარძლიანი და არ მიყვარს ჩადება გულში რაღაც. თუმცა ეს წყენა ყოველთვის გასულს და როცა ადამიანს ხვდები რთულია რომ თვალებში უყურო და არ გაგასცემს. და როგორ ახერხებ ხოლმე ამას? არ ვიცი, აი ესეთი ბუნება მაქვს. დუეტი ჯორჯიას დაშლა შეცდომა იყო? დუეტი ჯორჯიას დაშლა მიმაჩნდა მაშინ რომ არ იყო დროული. და ეხლაც ვამბობ, რომ არ იყო დროული, იმიტომ რომ ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლო, რესურსი ვთვლი რომ არ ქონდა ამოწურული. და რატო არ ქონდა ამოწურული? იმიტომ რომ ხალხის სიყვარული დღესაც გრძნობთ, აი მაგალითად ჩვენს პროფილში რომ ვიმღერეთ ვარსკვლავები, იმდენი თბილი კომენტარი დაიწერა, მე რომ გავაზიანე ჩემს გვერდზე სოციალურ ქსელში. იმდენი თბილი კომენტარი დაიწერა და ყველა ერთსულოვნად და ერთხმად ამბობდა იმას, რომ თქვენ ერთად უნდა იმღეროთ და რა თქმა უნდა ეს სასიამოვნოა, რომ დღემდე უკვე 4 წელი გავიდა ჩვენი დაშლის შემდეგ და სასიამოვნოა, რომ ესე უყვარხარ მაყურებელს და დღემდე რო ახსოვს შენი სიმღერები და ამიტომ ვთვლი, რომ კიდე ბევრი შეეძლო გაეკეთებინა მაგალითად სოლო კონცერტი და ну, რა ვიცი, კიდე ბევრი რამე. რეალურად კონფლიქტის გამო დაიშალეთ თუ არ არა, ჩვენ მე ვეცი რატის გადაწყვეტილებას პატივი, ეს არაერთხელ მithქვამს, მას დაუგროვდა ბევრი სიმღერა. რატი ყველასთვის ცნობილია, რომ წერს საკუთარ სიმღერებს და უნდოდა მისი რეალიზება ოღონდ სოლო ჟღერადობით. ანუ მის სიმღერებს ვერ ხედავდა რატი დუეტში. და აქედან გამომდინარე ვეცი პატივი და შესაბამისად ასე გამოვიდა ჩვენი გზები გაიყარა. და წყენის მომენტი რატის მიმართ არ ქონია ამ დროს? წყენის მომენტი ის მქონდა, რომ აი დუეტი აღარ იარსებებდა და აი ეს რაღაც ამას ცოტა ამის დანაკლისი მქონდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთ დღესაც გავიღვიძე დავრჩი, მხოლოდ და მხოლოდ სახელი და გვარი, არა რეპერტუარი, არაფერი, ანუ აბსოლუტურად და მე რა ხვიცი ცხოვრებაში, როდესაც რაღაცას კარგავ, გზა მაშინ გამოჩნდება და გამოჩნდა საინტერესო ადამიანები ჩემ ცხოვრებაში, გამოჩნდა ბუკა კარტოზია, გამოჩნდა ვახტანგ კახიძე, აღმოჩნდა ჩემი შვილი კომპოზიტორი და ასე შემდეგ უკვე სალომეს 3 სიმღერა მაქვს ჩაწერილი და კიდევ ვაპირებ ახლა და რა თქმა უნდა, ჩემი სოლო კარიერაც საინტერესოდ წარიმართა. ჩემთვის ბევრი რაღაც აღმოვაჩინე, ჩემთვის საინტერესო, რაც დაუშვათ მანამდე უცნობი იყო. უცნობი იყო და საოცნებო, რომ თბილისის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად მიმღერა ჯანსუღ კახიძის ცენტრში. შენ და რატი? სოლო კარიერაში უფრო წარმატებულები ხარ თუ დუეტში უფრო წარმატებულები იყავით? მე მგონია, რომ დუეტი იყო უკონკურენტო, ასე ვთქვათ, ხელშეუხებელი და მას
ვერ შეედრება ასე ვთქვათ ჩვენი ამ 4 წლიანი სოლო კარიერა. მე ესე მგონი. არის ადამიანი, რომელთან ურთიერთობასაც ნანობ? არა, არ ნანობ არავისთან ურთიერთობას, იმიტომ რომ მე ვისაც ვიმეგობრებ, ის ყველა ძალიან მიყვარს, რომ ჩემ ცხოვრებაში ნაკლები არის რაღაც იმედგაცრუება. მაგრამ რაღაცები შეიძლება შემეცვალო ურთიერთობაში. აი ეს შეიძლება მესულა. ნამდვილი მეგობარი შოუ ბიზნესში ყავს? აი მე რა ვიცი, ყველა მიყვარს ძალიან. თუმცა მაინც კონკურენციის ცოტა შურის მომენტი არის ხოლმე. კი, ჩვენ სფეროში ეს არის, კი. ან დისტანცია საჭიროა. რაღაც ესე გამოდის, ხო, იმიტომ რომ მაინც ყოველდღიური ურთიერთობა არ გამოგდის, ყველას თავისი საქმეა, ყველა დაკავებულია და გითხრა რომ შოუ ბიზნესის რომელიმე წევრთან ყოველდღიური აქტიური ურთიერთობა მქონდა, არა, მაგრამ არიან რამოდენიმე ადამიანი, ვინც ჩემს გულს იპყრობს განსაკუთრებით და მიყვარს ძალიან. გასაგებია. ბოლოს როდის იტირე? ვაი, მე მტირალა გავხდი, ნიკა. რატო? არის სენტიმენტალური თუ რაღაც. არ ვიცი, ადვილად იტირი, ანუ? ძალიან ისეთ ასაკშიც არ ვარ. ხო და კი აი მაგალითად აი რაღაც ფილმს რო უყურებ და ის მუსიკა რო თან ახლავს რაღაც ამაღელვებელი, აი ღვარა მომდისრემლები და მეტირება და თუ ვინმე ადვილად რაღაცას აი მაწყენინებს, აი მაგალითად რაღაც აი ან ჩემო შურმა ხმამაღლა მითხრა რაღაც ან რაღაც გული მატკინა, შეიძლება წრემლები გადმოყარო და ადრე არ იყო ეს. დეპრესიული ფონი ხო არ გაქვს? არა, დეპრესიული არა. პირიქით რაღაც გულჩვილი გავხდი. პრობლემები ღიმილით შეგინიღბავს? თითქმის სულ. ადვილია? არ მიყვარს ჩემი პრობლემების სააშკარაოდ გამოტანა და შესაბამისად, როცა ვიცი რომ ის ჩემი მოსაგვარებელია და ვერავინ ვერ დამეხმარება, ამიტომ არ ვაწუხებ ადამიანს, არ ვამძიმებ, თორე რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარს ყოველთვის მეგობრებს უყვები ჩემს რაღაც პრობლემებზე, მაგრამ ეს არ არის დამამძიმებელი და მაინც ყოველთვის ღიმილიანი და იმით ხალისიანი ხმის ტემბრის სტილობ ყოველ შემთხვევაში. კი. ეჭვიანობა სიყვარულს ანგრევს? რა თქმა უნდა, პათოლოგიური ეჭვიანობა არ ყოფს, როდესაც აი ყველაფერზე ეჭვიანობ და ყველაფრისგან გინდა რომ რაღაც პრობლემა დაინახო და აი მე იქ რატო ისე გაიხედა, რატო გაიხედე, ნუ ესეთი რაღაც დამამძიმებელი ჩარევები, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ამძიმებს ურთიერთობას და არ ვარ ეჭვიანი. არ გიეჭვიანია არასოდეს? შეიძლება რაღაცაზე ესე კი, მაგრამ ისე რომ აი ურთიერთობას შეეხოს და დაამძიმოს და გააპრობლემოს, ესე არა. თუ უკვე რაღაც ფაზამდე მიდის, უკვე იქ ნდობაც მიკრება და შეიძლება დავამთავრო ურთიერთობა. და როცა შენზე ეჭვიანობენ, როგორი რეაქცია გაქვს? წარმატებული, მომხიბლელი გოგონა ხარ, რომელიც უყურადღების ცენტრშია. ამ დროს რთულია იყო არ ვაძლევს მის გვერდში და არ იეჭვიანო. იცი რა არის? არ ვაძლევს საფაფს რომ იეჭვიანოს. მე ძალიან ისეთი გახსნილი ვარ და ამ შესაბამისად არ მიყვარს რაღაც იმში გარევა. ყველას აი ესე ძალიან კარგი ღიმილით და დისტანციური იმით ვიციკლებ და აქედან გამომდინარე საჭვიანოც არაფერი არ არის. სექსი ურთიერთობაში გადამწყვეტია? მნიშვნელოვანია, ჩემო ნიკა. მაგრამ არა გადამწყვეტი. გადამწყვეტი ყველაფერი ერთად თამაშობს, ყველა ურთიერთობა, თუნდაც აი ეს ფაქტორი, სექსის ფაქტორი, ყველაფერი დაბალანსებული უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ის არ არის ურთიერთობაშია პრობლემა, ურთიერთობა კარგია, სექსში არის პრობლემა და აი ყველაფერი ერთმანეთს უნდა ერწყმოდეს და აი რაღაც ჰარმონია უნდა იქნებოდეს. ჰარმონია უნდა იქნებოდეს აუცილებლად. ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა შეცდომა იყო? შეცდომა, იცი რა არის, ვერ დავარქმევ ახლა, იმიტომ რომ აი ჩემ შვილს რო უყურებ ამ ხელას, გაზრდილს, ნიჭიერს და კარგს, ეს ძალიან მომწონს და აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვი, მაგრამ ისე რა თქმა უნდა გოგონებს არ ურჩევდი, იმიტომ რომ ადრეულ ასაკში ჭიდები იმ პრობლემებს, რაც შეიძლება ცოტა დაგამძიმოს, რაღაცებს მოგწყვიტოს და ვფიქრობ, რომ ცოტა რეალიზება უნდა მოახდინა შენი თავის და მე მაგალითად 6 წელი დავკარგე და აი ამიტომ, თორე როდესაც აი შვილის გამო, მხოლოდ და მხოლოდ შვილის გამო არ არის დასანანი. სრულ მორწმუნე ხარ? აი მაგალითად რაღაცას რო ვიტყვი და
კარგს რო ვიტყვი, ან თუნდაც ჩემ თავზე, ჩემ შვილზე, ოჯახის წევრებზე და თუ ვიცი ხეზე დაკარგული. რეალურად არ გჯერა, მაგრამ ჩვევაა, ხო? ხო, ჩვევაა ბავშვობიდან კი. დედამ ასე გამზარდა. ბოლო პერიოდში შენს პირად ცხოვრებაზე ბევრს საუბრობენ და შენ გეუხერხულება, ხო, დეტალების ლაპარაკებ? კი არ მეუხერხულება, უბრალოდ აღარ მინდა ჩემს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ვთვლი, რომ აღარ არის საინტერესო და ბევრი რამ შეიძლება ჩემ თავზე ვილაპარაკო, უფრო საინტერესო ჩემ შემოქმედებაზე და ჩემი პირადი და სააშკაროზე გამოტანა მოკლედ არ მინდა. მაგრამ მაინც დაინტერესდებიან. მაინც კი. ქმნის თუ არა მაკა ზამბახიძე ოჯახს. კი, ამით ინტერესდებიან და სოციალურ მაქსელმა ფაქტიურად ამომიყირავა აბსოლუტურად ჩემი პირადი ცხოვრება ნათესავების და მეგობრებიც კი რეკავდნენ რომ მართლა რა ხდება, იმიტომ რომ აბარ ჩუმა წყნარად ჩემთვის და მომწონს ესე ყოფნა და ამ ჟურნალმა რომელმაც დაწერა ძალიან ისე ხმამაღლა შეაძრწუნა ჩემი ახლობლები. რა პასუხს სცემდი? გიწევდა ახსნა განმარტება რომ ამ ეტაპზე არ უქმნი ოჯახს? ახსნა განმარტება და როგორია ყოველწუთას აიღე ტელეფონი, ყველას უპასუხე და ყველას ახლა აინტერესებს, ხო? და აქედან გამომდინარე, აი ესე რაღაც რამოდენიმე დღე ვიყავი სრულ ქაოსში. აღსარების თქმა მარტივია? არა, რა თქმა უნდა არ არის მარტივი, იმიტომ რომ გიწევს შენ ჩადენილ ცოდვებზე საუბარი და გინდა რომ ეს მოინანიო გულწრფელად და პირიქით. როდესაც აღსარებაზე მივდივარ, ყოველთვის ნერვიულობ და შინაგანად, ასე ვთქვათ, ცახცახებ და განვიცდი. ბოლოს როდის თქვი აღსარება? 21 სექტემბერს. ყავს მოძღვარი? კი. მონასტერში წასულ ხარ? მონასტერში არასდროს არ წავსულვარ, სხვათა შორის, ისე მოსანახულებლად და მოსალოცად, მაგრამ აი რამოდენიმე დღე რომ დავყო იქ, ესე არ წავსულვარ და სხვათა შორის მაინტერესებს, რომ როგორია რიქაური ცხოვრება. აღსარების ჩაბარების დროს რამე დაგიმალავს? არა, როგორ შეიძლება? თუ აბარებ აღსარებას, შეძლებს და გვარად წინამორბედი დღეები არსებობს იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად შეძლებს და გვარად კარგად გაიხსენოს, მნიშვნელოვანი, რაც ხინჯად გაქვს და რაც გაწუხებს. და მე უკვე მიხვდი აღსარებაზე და ჩააბარო. არა, მნიშვნელოვანი არაფერი არ დამალავს. ნარკოტიკი გაგისინჯავს? არა. არც სუბუქი, მარიხუანა? არა. არა, არ მოამწონს ეგ მდგომარეობა. ნუ ხა სიგარეტი ერთი რაღაც ღერი შეიძლება ბავშვობაში. და მწეველიც არ ხარ. გამისინჯავს. სიგარეტის მოხმარებელიც არ ხარ. არა. ალკოჰოლს შეუძლია პრობლემები დაგავიწყოს? არა, შესაბამისად არც ალკოჰოლს არ ვეტანები, მაგრამ მეგობრებთან ერთად აი სადღაც თუ სადმე ვართან ვინმეს დაბადების დღე რაღაცას აღნიშნავთ, სულ 3 ჭიქანიკა და მე-4 თუ დავლიე, იქ არ მოხდება კაი ამბავი. მომიყევი როდის დალიე, მე-4 და რა მოხდა? მე-4 რო დავლიე, აი დავლიე თუ არა, აი გავიშოტე ძირს და ნუ იქ არ მოსულიერება და ნუ მეორე დღეს ისეთი მჭირდა რომ მე ალკოჰოლის სუნზეც კი 1 წელი იგივე შეგრძნება მემართებოდა ხო არ ვიცი მომწამლა არა ნუ ალბათ ეს ვერ იტანს ჩემი ორგანიზმი ზედმეტ ალკოჰოლს არის ადამიანი რომელსაც არ ელაპარაკები კი 1 2 კოლეგა კი და ძალიან მაწუხებს ეს ამბავი იმიტომ რომ მე ჩემ ცხოვრებაში ამდენი ხანი ისე მოვედი რომ არ ვარ საერთოდ კონფლიქტური, არ მიყვარს ამ მდგომარეობაში ყოფნა და ნუ არ ვიცი, ასე მოხდა. ისეთი რამე გააკეთეს, რაც ვერ აპატიე? არა, მე პირიქით არაფერ შუაში არ ვარ, უბრალოდ რაღაცნაირად ესე მოხდა, რომ მე არაფერი არც ვიცი რა გავაკეთე, ანუ რის გამო ხდება ეს ყველაფერი. არ გიცდია გარკვევა? მიცდია. და? ვერაფერი პასუხი ვერ მიმიღია და ეს მაწუხებს. ან თვითონ არ გელაპარაკები. მაგრამ თუ ასე არის, ნუ მე ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ ვარ მპატიებელი და თუ რამე შეცდომას ჩავიდენ, ბოდიშის მოხდაც არ მეთაკილება ახლობელი ადამიანისთვის და არც არავისთვის თუ შეცდომას ჩავდიხარ, მე ვფიქრობ რომ აუცილებლად ის უნდა მოინანიო და არ უნდა ატკინო ადამიანს გულს, მაგრამ რა ხო არსებობს რაღაც უნებლიეთ, ხო? შეცდომა, რა თქმა უნდა. თან მე გურული ვარ და მიყვარს ხოლმე. მიყვარს რა, ანუ რაღაცნაირად ისე ვიცი ხოლმე. რაღაცის შეიძლება თქმა, რომ შეიძლება შენ გული გეტკინოს და მე ეს არც მიფიქრია.
და პასუხი ვერ მივიღე რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეს მდგომარეობაა და ეს სიტუაცია, მაგრამ ყველაფერი გამასწორებადია და მგონია, რომ მოგვარდება ეს ყველაფერიც. საკუთარ თავზე ყველაზე გამაღიზიანებელი ჭორი რა გსმენია? სალომე რატიშვილია, მაგალითად. გამაღიზიანებელი არ არის, მაგრამ აი სულ რაღაც ისინი ხმები ყოველთვის იყო და ისეთი არ მიმიქცევია, რაც ნიკა არ არის რეალური. იმაზე ნერვები არ უნდა მოიშალო. ბუნებრივი. ჭორით შესაბამისად, როდესაც ხარ ცნობადი, ყოველთვის ამაზე საუბრობენ და არანაირად არ მაქვს ამაზე გაღიზიანება. პირიქით, ადამიანები არიან და ის, ხო იცი კიდე როგორი რაღაცაა, ინფორმაციას ერთი სიტყვაც რო ემატება, სულ სხვანაირად იფუთება. და ინტერპრეტირებული გადადის და ვინ იცის მერე სადამდე მიდის. უფლობას დეპრესიაში ჩაუგდიხარ? აუ ძალიან ცუდია უფლობა. ქონია პერიოდი, როცა საერთოდ არ ქონდა შემოსავალი და რა თქმა უნდა, არის ხოლმე რაღაცა პერიოდები, რომ არ მქონია მართლა. მაგრამ აი ღმერთის წყალობით, აი მართლა მეორე დღეს ყოფილა ზარი კონცერტის შესახებ. პრობლემაც მოგვარებულა, რა თქმა უნდა. ოღონდ მართლა მეორე დღეს. მამაკაცის გამო სექსუალურ ჩაცმულობაზე უარს იტყოდი? სექსუალური თუ ვულგარული? განსხვავება. მოდი ვულგარული არა, ამჯერად სექსუალური იყოს. არ ვიცვა ვისი არასდროს რომ იყო გამაღიზიანებელი. ვულგარულად არ იცვა, მაგრამ სექსუალურად? აი რაღაცა თუ მთხოვს ჩემი საყვარელი ადამიანი რომ ეს არ ჩაიცვა და ეს მაგალითად არ მომწონს, შეიძლება რაღაც გავითვალისწინა, მაგრამ არ მგონია ისე ჩავიცვა მე რომ რამე არ მოეწონოს და მთხოვოს. არ მგონია. როდის იგინები? ყველა როცა იგინება მაშინ საჭეს და ხელი ვინმესთვის გაგირყავს? ალბათ კი. ვისთვის არ გახსოვს? სერიოზულად ხო? თუ რა ისე ხუმრობის რომ სერიოზულად აი პადლეცი. ალბათ კი რა ვიცი, არ მახსენდება. კაცი იყო თუ ქალი? ქალზე არ მგონია. კაცი. კაცზე ალბათ. მაშინ გემახსოვრება ეს ფაქტი უბრალოდ აღარ გინდა გახსენდეს. არა, მართლა შეიძლება ბავშვობაში, იმიტომ რომ სამ მეგობარს ერთდროულად ვუყვარდი ნიკა და რომელიღაც ერთ-ერთი იქნებოდა მაგედან. შეგიყოდა რომელიმე მათგანი? ერთ სიმპათია მქონდა. დანარჩენი არა. ერთის მიმართ მქონდა სიმპათია და თურმე აღმოჩნდა რომ სამ მეგობარს ერთდროულად ვუყვარდი ჩემო ნიკოლას. რისი ფობია გაქვს? ობობის. ეშინია. ბავშვობიდან? ბავშვობიდან დღემდე დაწოლის წინ აუცილებლად უნდა შევამოწმო ჭერი, აუცილებლად ზეწარი, ხوار დაცოცავს და ჩემ შულსაც გადავდე, იმიტომ რომ სალომე ზოგადად არის ისეთი ტიპი, რომ აი ლომი რო დაუდგეს წინ, აი დედას გეფიცები თუ შეეშინდეს. არ ეშინია არც ქვეწარმავის, არაფრის არ ეშინია, მხოლოდ ეშინია ობობის და ეს უკვე გენეტიკურია. გადავიდა მასე. მე დავადგინე რომ ეს გენეტიკურია, კი, გადავიდა. სიმარტოვე შეუშინები ხარ? რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია მარტოობა, მაგრამ არ ყოფილვარ მარტო, მაგრამ წარმოდგენაში ძალიან ცუდი იქნება და შემეშინდება აუცილებლად. დარქალის თაყვანისმცემელი გაქვს პრანჭუია? აუ, ღმერთო, არა. არა ნიკა. ცოლიან მამაკაც შენი მოხიბლა უცდია? იქნებოდნენ ალბათ ცოლიანები. აი რო იცოდი რომ ცოლი ყავდა, მაგრამ გებრანჭებოდა. კი. და რეაქცია? მამაკაცთან ურთიერთობის ინიციატივა გამოგიჩენია? არა, არასდროს ბავშვობიდან ეს რაღაც კოდი მქონდა თავში, რომ არ ყოფილიყავი ინიციატორი. ანუ მწხვენია? არ მწხვენია, არ მიყვარს ინიციატორი ქალები. სიყვარულს მალვა უნდა? ამ ქვეყანაში მალვა უნდა ჩემო ნიკოლას. ამის გამო პრობლემები იქნება. იქნება, აბა არ იქნება. ქალის ხასიათი მარტივით არის? მე მარტის თვეში ვარ, იცი დაბადებული. მართლა? და იმ მარტივით გიჟი ვარ. რთულია მაკაზამბახიძის მეუღლეობა? კი. რა მხრივ? თავისი დატვირთულობით, თავისი თუნდაც აი ამ ვოიაჟებით მამაკაცისთვის, რა თქმა უნდა, ეს რთულია, მაგრამ ალბათ, როდესაც გადაწყვეტავს, რომ შენ უნდა იყო მისი მეორე ნახევარი, უკვე ამ ყველაფერს შეგუებულია და თulis რომ ასეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ. ხო, ჩემო ნიკოლას. როცა შეყვარებული ხარ, ყველაფერზე თვალები უნდა დახუჭო? თვალი არ უნდა დახუჭო ღალატზე, ასეთ რაღაცეებზე. ძიმე. რაც თქვენს ურთიერთობას დააზარალებს. ამაზე არ უნდა დახუჭოთ.
ორ მამაკაცთან ერთდროულად ფლირტი ქონია. რა არის ეგ არის? როცა ერთდროულად ეფრანჩები ორ მამაკაცს. რანაირად შეიძლება მოახერხო. მაგრამ ვიცი რომ არსებობს ეს. ოდითგანვე, ამაზე წიგნებიც დაწერია. 3 ადამიანთანაც ქონია. 3? შენ, ნიკა? არა, მამაკაცებს ხშირად აქვს ხოლმე და ქალებს ნაკლებად. არა. შენ ქონია? არა. ნება ქალმა უნდა აკონტროლოს. ნება ცოტა რთული საკონტროლებელია, მაგრამ ქალმა თავისი თავი უნდა აკონტროლოს, აუცილებლად. ეს რთული არ არის, როცა ვინმე მოგწონს და მოხებლული ხარ მისი. ხო, აი მაგას ვამბობ, რომ ნება ცოტა რთული საკონტროლებელია, მაგრამ ქალმა თავის თავი უნდა აკონტროლოს. შენ სიყვარულზე უარი უთქვამთ? ჩემ სიყვარულზე, არა. მე მithქვამს. ბევრისთვის? რამოდენიმესთვის კი. ნანოფ რომელიმეს? არა. ქალს უცდია შენი შებმა? ქალს? ვაიმე. არა, ქალი მამაკაცი ჯერ არ შევხედრია. შენი ცხოვრების მთავარი სიმღერა სიყვარულზეა? კი, ნიკა, კი. მე სიყვარულისთვის ვარ დაბადებული. სიკვდილისთვის თვალებს ჩაგიხედავს? აი, ერთადერთი შემთხვევა იყო 1 წლის უკან, აი, ავარიას გულისხმობ, რომ ცოტა რო არ დამავიწყდა. აი, დღემდე რომ მახსოვს ის შეგრძნება. სად მოხდა? დასავლეთის გზაზე. შენი ჯექი საჭესთან? არა, არ ვიცი, ჯექი ძღოლს ჩაეძინა. და ეს იყო აი ის თან ბავშვიც, ჩემი შვილიც იმ მანქანაში იჯდა და რა თქმა უნდა, ნუ აი ეს იყო, არ ვიცი, შოკი. და იმ მომენტში როგორ შეძელით მანქანის მართვა თუ ჩაეძინა? გადავედით და ამ გადახვევამ გამოაფხიზლა და უცბად დაიმორჩილა საჭე. წყობიდან ბოლოს ვინ გამოგიყვანა? აუ, წყობიდან იცი ადვილად გამოვდივარ. აი მარტივით ფეთქებადი ხასიათი მაქვს და რასაკეთებ ამ დროს? ყვირი, რაღაცას ამტრევ? კი, არა, არ ვამტრევ. მაგრამ რომ მქონდეს დავამტრევდი. ანუ უფრო მიყვარს ხმამაღლა ლაპარაკი და ხმამაღლა რაღაცის ახსნა და აი გამოვდივარ წყობიდან კი. და ბოლოს ვინ იყო? ვინც და არ მომწონს ეს ხასიათი ჩემში, იცი? კიდე რო აკონტროლო. კი, და ვცდილობ ხოლმე რომ არ გამოვიდე ხოლმე წყობიდან, მაგრამ ასე სად არის შეკვეთით? ყველა დედის ერთა ეგოისტია? ამბობენ ხო რომ ვარ ეგოისტი და მწყის. მესაკუთრე ხარ. მესაკუთრე ხო, მაგრამ აი მაგასაც ვცდილობ რომ ეგეც ცოტა დავაბალანსო და ხანდახან არ ვიფიქრო რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ანუ აი მეგობრებშიც მინდა რომ მე ვუყვარდე ჩემ მეგობრებს ყველაზე მეტად და ნუ აი ესეც არ არის კარგი. მაგრამ ეგუებიან უკვე ამას. კი. რაკნან. პოპულარობის გარეშე უფრო ბედნიერი ქალი იქნებოდი? უფრო ბედნიერი ქალი ვერ ვიქნებოდი, იმიტომ რომ ჩემ საქმეს ვერ გავაკეთებდი და ჩემი საქმე მოითხოვს პოპულარობას შესაბამისად, მაგრამ ერთი რა მომენტი მახსენდება, იცი, რომ ჩემმა შვილმა, მაშინ როდესაც მე დავიწყე ამ კარიერასთან შეჭიდება, იყო სალომე 6 წლის და ფაქტურად ნუ სახლში თან მაშინ ახალი მოგებული მქონდა ეს იურმალა და ნუ ყოველ დღე კონცერტი, ინტერვიუ და ნუ მართლა არ მიწევდა სახლში ყოფნა და ერთხელაც მირეკავს დედაჩემი და მეუბნება რომ სალომეს შენი სურათი აქვს ჩახუტებული და ისე იძინებსო და როგორ მინდა რომ დედა არ იყოს პოპულარული და სულ ჩემთან იყოს. აი ეს მახსენდება ძალიან ისე რა ქვია და გულს მტკენს. თუმცა დღეს ესე აღარ ფიქრობს სალომე. ესე აღარ ფიქრობს დღეს, მაგრამ ის განცდა ხო დიდი ხანი გაყვა. არის რამე თემა, რაც დისკომფორტს გიქმნის ინტერვიუების დროს და არ გიყვარს ლაპარაკი. გარდა იმისა, რომ ეს გაუთავებელი ბოლო პერიოდის კითხვა. უხერხული კითხვები, რაც შენს გადაცემას ახასიათებს და დღეს შენ მე დამინდე. აი ეგ კითხვები კი მიგმის და დისკომფორტს. რა კითხვა არ გიგდა? აი რა კითხვა? აი ძალიან ინტიმური კითხვები რო გაქვს ხოლმე. აი კითხვები. რომელიც ეხება სექსს თუ? ხო. არ გიყვარს. მი დისკომფორტს. ამინდე და არის დისკომფორტი.